ალექსანდრე დიასამიძე 8 წლის. სწავლობ ქართულ-ამერიკულ სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთი, კითხვა და ჭადრაკი. ყველაზე უფრო მეტად, რა თქმა უნდა, მიყვარს ფეხბურთი. ჯერ ფეხბურთზე არ დავდივარ, მაგრამ სექტემბერში უნდა შევიდე. ახლა სულ ვთამაშობ მეგობრებთან ერთად. ვთამაშობ შეტევაში და მიყვარს გოლების გატანა. ჩემ კარიერაში გატანილი მაქვს 57 გოლი. ერთი გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზ. სკოლაში გქონდა გაკვეთილი სპორტში. და ჯარიმას ვურტყამდი და გოლი გავიტანე. ამ თამაშს ებოდნენ მშობლები. ჩემი გოლი ყველას მოეწონა და ტასში დამიკრეს. მოედანზე ჩემი მთავარი მოვალეობაა გოლის გატანა. ყველაზე კარგად გამომდის დრიბლინგი. გამოსასწორებელი მაქვს მარცხენა ფეხით თამაში. 5 წლის რო ვიყავი, მაშინ გადავწყვიტე ფეხბურთელობა. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი მეზღვაური. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია ხუჩა კვარაცხელია. საყვარელი გუნდია მადრიდის რეალი. მგონია რომ საქართველოს ნაკრებში ვითამაშებ 7 ნომრით. მე ვაპირებ ფეხბურთი ვითამაშო 53 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ გავხდები ბიზნესმენი. ჩემი ბიზნესის სფერო იქნება ავტომობილები. პირადად მე მეყოლება შავი Mercedes CLS-ი. დიდი ალბათობით ამ მანქანით მომიყვან ცოლს. მაშინ ალბათ ვიქნები 28 წლის. მეყოლება 2 შვილი, ალექსანდრე და ნია. ჩემ ცოლს დაარქვა ემილი. მიყვარს ჩემი სკოლა იმიტომ რომ კარგი კლასელები მყავს და კარგი მასწავლებელი მყავს. ეჭვი მაქვს რომ დირექტორიც კარგი ადამიანია. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია დაჩი დუმბაძე. ყველაზე ჭკვიანები ვართ მე და დათა მამუჭაძე. ყველაზე მშვიდია ნინია კილაძე. ყველაზე ცელქია სანდრო გიორგაძე. მე ვარ ყველაზე სიმპათიური და გუში ვიყავი სალონში. ქუჩაში რომ მივდივარ, გრძნობ რო გოგოები მიყურებენ და მოწონვარ. ჩემი საყვარელი საგანია ინგლისური. ინგლისურის გარდა კიდე მინდა ვიცოდე ესპანური ენა. საყვარელი მასწავლებელია ლაურა ქიმერიძე. იმიტომ რომ ჭკვიანია და კარგად გვასწავლის. მე ასევე მიყვარს ცეკვა. უკვე 2 წელია ცეკვავ ლაშქარში. თავიდან გამიჭირდა ფეხს რო ასე იზამ, მერე ასე და მერე ასე. ადვილი იყო აწევები და ჩოწევები. ჩემი საყვარელი ცეკვა მთიულური. საყვარელი ელეთია ეს. ასე რო იზამ და ასე რო იზამ. მე ვიყავი ჩემ ბიძას ქორწილზე და ვეცეკვე. ბევრი ცეკვავდა და ჩემი აზრით ყველაზე კარგად მე ვცეკვავდი. ჩემ ქორწილში ჩავიცვევ შავ ჩოხას და აუცილებლად ვიცეკვებ. ზოგ ცოლს ცეკვა არ ეცოდება ვეცეკვები სიდეთ. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია კაქტუსა აფრიკაში. თავრა მასწავლებლის დამსახურებაა, რომ კითხვა ძალიან მიყვარს. მე რომ წერარი ვიყო, წიგნს დავწერდი სიკეთეზე. სამწუხაროა, რომ არსებობენ ბოროტი ადამიანები. მე აზრით ადამიანი ბოროტი იმიტომ ხდება, რომ ყვარს ფულის წართმევა. ბოროტები ხდებიან შურიანი და ხარბი ადამიანები. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, დედამიწაზე გავაქროვდი ბოროტობას. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა და ჩემი და. კიდე მინდა ყავდეს ერთი ძმა და ერთი და. ჩემი და არის ჩემი ტყუპის ცალი და ქვია ნინა. ის არის ჭკვიანი, პრანჭია და ლამაზი გოგო. ჩემი აზრით ნინა რო გაირდება, გამოვა კერავი. მამიკო არის სიმპათიური, ერთგული, მხიარული და სიმპათიური. ახლა არის გემზე და ძალიან მენატრება. დედიკო არის ლამაზი, სრუნველი, განათლებული და კარგი დიასახლისი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ტოლმა. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს სულს. მე ასევე მიყვარს ჭადრაკი და დავდივარ ჭადრაკის წრეზე. ჩემი კლასელი შედიოდა ჭადრაკზე და მეც მინდოდა მასთან ერთად შევსულიყავი. ჩემი საყვარელი ფიგურაა ლაზიერი. უფრო კომფორტულად ვთამაშობ თეთრებით. იმიტომ რომ უფრო მეტი დრო მაქვს და სვლა. ზოგჯერ სახლში მეთამაშებიან ოჯახის წევრები ჭადრაკს. სახლში რო ჩემპიონატი ჩატარდეს, ასე დამთავრდება. პირველ ადგილზე გავალ მე, მეორე ადგილზე გავა მამა, მესამე ადგილზე გავა
მეოთხე ადგილზე გავა დედა. წინა მონაწილემ დამიტოვა კითხვა. რუსთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში. მე კოსმოსში გავფრინდებოდი დაჩი დუმბაძესთან ერთად. ის არის ჩემი მეგობარი და კარგი ბიჭი. შემდეგ მონაწილეებს ვუტოვებ ასეთს კითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია Xbox-ი. ბედნიერება არის გოლის გატანა, გაჭირვებულ ადამიანის დახმარება და დედას ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი. ძალიან მომეწონა ინტერვიუ და მივდივარ კმაყოფილი.